წმინდა თეოდორე სტუდიელი მეორესა კვირიაკესა მარხვათასა, რათა მშვიდობით და მყუდროებით აღვასრულებდეთ დღეთა მარხვისათა, სასოებითა საუკუნოისა ცხოვრებისათა. გვაკურთხენ მამაო. ძმანო და მამანო, კეთილარს მარხვა, უკეთო აქუნდეს თვისებაი თვისი, რომელ არს მშვიდობა, სიმშვიდე, მყუდროება და წესიერება და მორჩილება და სიმდაბლე და ლმობიერება და სხვა რაოდენი სახე არს სათნოებათა. ხოლო ეშმაკი ისწრაფვის, რათა მარხველთა შორის წინააღმდგომი ამათი ქმნეს, რათა გამოაჩინეს იგინი კადნიერ, მრისხანე, გულმწყრალ, განლაღებულ და რათა უფრო ის შესაძინელისა ქმნას დაჭირვებაი. არამედ ჩვენ გონებასა მისა, ნუმცა უმეცარ ვართ. მოვედით და მშვიდობით და სიმტკიცით და სიმშვიდით განვეწყვნეთ მისა მიმართ. თავს ვიდევდეთ ურთიერთარს სიყვარულით და გულისხმავყოთ ვითარმეთ, ესე არს მარხვა კეთილი და სათნო უფლისა. უკეთო არა, დაღაცათო ვითარცა გრკალი მოიდრიკო ქედი შენი და ძაძაი შეიმოსო და ნაცარი დაიფინო, არცა ესრეთ სათნო იყოს ღვთისა, უკეთო ზემოთქმულნი იგი არა გაქუნდენ. ხოლო მარხვა დაღაცა თუ დააჭნობს და შეაიწრებს ხორცდა, არამედ სულსა განამხიარულებს და განავრცობს. რამეთო რაოდენ გარეშე ესე კაცი ჩვენი განიხრწნების, ეგეოდენ შინაგანი განახლდების დღითი დღე. და საწუთოი ესე მცირე ჭირი ჩვენი, გარდარეულსა დიდებასა შეიქმს ჩვენთვის. ვინაიცა განვიცდიდეთ მოსაგებელსა და თავს ვისხმიდეთ ტკივილსა სათნოებათასა სულ გრძელებით. ვმადლობდეთ ღმერთსა და მამასა, რომელმან ღირს ვყნა ჩვენ ნაწილსა მას მკვიდრობისა წმიდათასა ნათელსა შინა, რომელმან მიხსნა ჩვენ ხელმწიფებისაგან ბნელისა და მიმცვალნა სასუფეველსა ძისა თვისისა საყვარელისასა. ანუ არა დღითი დღე უხსნასა ხორცსა და სისხლსა მისსა მოვიღებთა და რაიმცა იყო ამისა უტკბილეს და უფრო საშვებელ, ამისთვისცა რომელნი გონებითა წმიდითა მიიღებენ, ცხოვრებასა საუკუნესა მიემთხვევიან. არა დღითი დღე ვზრახავთა საღმრთოსა დავითს და სხვათა წმიდათა მამათა საკითხავთა მათთა აღმოკითხვითა, რომლისა რაიმცა იყო უფროს ნუგეშინის საცემელს სულისა. ანუ არა განშორებულ ვართა სოფლისა ზიარებისაგან და ხორციელთა ნათესავთა და თვისთაგან. და კვალად ამისა, რაიმცა იყო უფროს უსანატრელეს და უმაღლეს, რამეთო ჩვენი მოქალაქობა ცათაშინა არს, ვინაცა მაცხოვარსა მოველით უფალსა იესო ქრისტესა, რომელმან გარდასცვალნეს ხორცნი ესე სიმდაბლისა ჩვენისანი, რათა იყვნენ იგინი თანახად ხორცთა მათ დიდებისა მისისათა, შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა და მორჩილებად მისსა ყოველნი. ამისთვისცა ძმანო, ვიხარებდეთ და მხიარულ ვიყვნეთ და ყოველთავე გულისთქმათა და გემოთა შეურაცხყოფდეთ. რამეთო ყოველი ხორციელი თივა არს და ყოველი დიდება კაცისა, ვითარცა ყვავილი თივისა. განხმა თივა იგი და ყვავილი მისი დასცვივა, ხოლო საქმე სათნოებისა სდგას და ჰგიეს უკუნისამდე. უძლურ თუ ვინმე არს თქვენ შორის, ვითარცა იტყვის ძმა უფლისა, ილოცევდინ, მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ.
გინა თუ ვინმე იცდებოდეს ვნებისაგან ბოროტისა, რომლითა მარადის განგვცდის განცდელი, მოითმინენ, ისმინენ მეტყველისა მის, რომელსა იტყვის, ვითარმედ ნეტარ არს, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამე თუ გამოცდილ იქმნას და მოიღოს გვირგვინი დიდებისა, რომელი აღუთქვა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა. უკე თუ ესე უწყით, ნეტარ იყვნეთ, უკე თუ ჰყოფდეთ ამას, იტყვის უფალი, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.